ეხლა თუ არ მეპატიჟებიან აზრის გამოსახატავად რჩევისთვის სულ რომ ხედავდე, რომ ეს ესე უფრო მარტივად გამოვა, უფრო იაფი დაჯდება, უფრო კარგი მომწოდებელი შეიძლება იყოს, ხო, ვინც აიც აკეთებს, მე არ ვერევი და ყველა გადარჩა, ყველა იდეალურად აკეთებს თავის საქმეს, არიან ბედნიერები, რეალიზებულები, მეც მაქვს უამრავი ენერგია საკუთარი თავისთვის, აღარ ვარ არავიზე დაბოღმილი და გაბრაზებული, მე ჩემი რესურსი ისე ან ასე გამოიყენეს და მოკლედ დავისვენე. ეს არის რაღაც აი 3 წლის რეზიუმე, უამრავი შესამა მაქვს დაშვებული, რა თქმა უნდა, ამ დათვრის სამსახურებით და რაღაცნაირად უბრალოდ ჰაილაითებია, თორე ამას არც ერთი 15 და 20 წუთი არ ეყოფა. მელ რობინსის პოდკასტის მაყურებელი ვარ და მელ რობინსმა ძალიან აქტიურად დაიწყო თავისი წიგნის Let Them Theory, ანუ ნება მიეცი მათ, რომელიც ქართულადაც ნათარგმნია ბიბლიში შემხვთა. ამ წიგნის პრომოუშენი და მეთქი ახლა ისედაც ხო გავიგე ეს ყველაფერი და აღარ მინდა ამაზე წიგნი და გამეორება ცოდნის დედაო, იმიტომ რომ საკუთარ მეცხოვრება მასწავლა. მაგრამ მე რომ ნახე რომ ქართულად იყო, ვიფიქრე რომ მაინც შეიძლება ვიღაცაები კი არა და ბევრი ქართველი ქალი, რაზეც მეტყველებს ემიგრაციის სტატისტიკა ქართველი ქალების ამ ცხოვრობით ისევ ცხოვრობს, ნებას არ აძლევს თავის ქმარ, შვილს, ბიძაშვილს და ასე შემდეგ, რომ იცხოვრონ თავის ცხოვრება, უგზავნის იქიდან ფულს ეხმარება და აბლაგვებს ამ კაცებს, ახანდახან ქალებსაც, მოდი წაიკითხე, რას დაკარგავ და თუ კარგი წიგნი იქნება, გააზიარე. მართლა ძალიან კარგი წიგნია. მეორეჯერ ვკითხულობ, იმიტომ რომ პირველად წავიკითხე იმისთვის რომ მერჩია წაგეკითხათ თუ არა და მეორედ იმიტომ რომ ივლისის რეკომენდირებული წიგნია, ანუ ამ თვეში წასაკითხი წიგნია და ვიფიქრე რომ ვინც შემომიერთდება წავიკითხოთ ერთად.